ამერიკის სამოქალაქო ომის დროს 1863 წელს გენერალი რობერტ ედვარდ ლი თავის დაღლილ და დაომმა ჯარს უკან სამხრეთის ტერიტორიისკენ მიუძღვებოდა. თავსხმა წვიმებამ მდინარე პოტომაკის ადიდება გამოიწვია და გენერალს ხელს უშლიდა უკან დახევაში. პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გენერალ ჯორჯ მიდს მოსთხოვა შეეტია ლის ჯარებისთვის, მაგრამ მიდის ჯარისკაცები ისეთივე დაქანცულები იყვნენ, როგორიც გენერალ ლისა. გენერალი მიდი დასვენების შესაძლებლობას აძლევდა ჯარს. ლინკოლნმა დაწერა წერილი, სადაც აღიარებდა, რომ უკიდეეგანოდ შეწუხებული იყო იმის გამო, რომ გენერალ მიდს არ ჰქონდა გენერალ ლის დადევნების სურვილი. კონვერტზე პრეზიდენტის ხელით აწერია: გენერალ მიდს არ არის გაგზავნილი და არც ხელმოწერილი. მართლაც ეს წერილი პრეზიდენტს არასდროს გაუგზავნია. ლინკოლნს ამ დიდებულ წინამძღოლს გაცნობიერებული ჰქონდა ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ემოციების შეკავება. რის სხვა, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს, იგი სახიფათო დიდი ძალაა. ხომ გინახავს სიტყვა ჩქარი კაცი, ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს, ამბობს მეფე სოლომონი. სოლომონმა იცოდა, რომ მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას. მას ასევე ესმოდა, რომ ბრიყვი მთელ რისხვას ღვრის, ხოლო ბრძენი იკავებს მას. და ბოლოს, წერილის არ გაგზავნით, ლინკოლნმა თავიდან აერიდა თავისი საუკეთესო გენერლის მორალურად განადგურება. დაეხმარა მას მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებაში და დიდი წვლილი შეიტანა ომის შემდეგ ქვეყნის ფეხზე წამოდგომაში. ასეთი მაგალითებით უნდა ვისწავლოთ ჩვენს ბრძნული თავშეკავება.